საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ისევ ძვირდება. ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $111 აჭარბებს. წინა თვესთან შედარებით ნედლი ნავთობი თითქმის 50%-ით არის გაძვირებული. გაძვირებულია ბრენტის ტიპის საწვავიც და ბარელის ფასი $109 აღემატება. წინა თვესთან შედარებით ამ ტიპის ნავთობი თითქმის 34%-ით გაძვირდა. $111-მდეა გაძვირებული WTI-ც, რაც თვიურად 50%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. თითქმის $106-მდეა გაძვირებული რუსული ურალსიც. მართალია გაძვირების ტემპი შემცირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით რუსული ნავთობი 70%-იან ზრდას აჩვენებს. ნავთობის გაძვირების მიზეზი ამერიკასა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. შვეიცარიული საბანკო გიგანტის UBS-ის ანალიტიკოსებმა ნავთობის ფასის ზრდის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნეს. საფინანსო ინსტიტუტის ექსპერტები მიმდინარე თვის ბოლოსთვის ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულების ბარელზე $150-მდე გაძვირებას პროგნოზირებენ. აღნიშნული მოლოდინი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის მაღალ რისკებსა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრულ ბლოკირებას უკავშირდება. ბანკის ანგარიში ხაზგასმულია, რომ მიწოდების ჯაჭვის ამ მასშტაბის რღვევა ბაზარზე ნედლეულის მწვავე დეფიციტს გამოიწვევს. UBS-ის ანალიტიკოსების განმარტებით გლობალური ეკონომიკისთვის ნავთობის $150-იანი ნიშნული რეცესიული პროცესების დაჩქარების წინაპირობა იქნება. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ოლირის განცხადებით, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომდევნო თვეში არ დასრულდება, ევროპაში საავიაციო საწვავის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს, რაც ზაფხულის რეისების შემცირებას გამოიწვევს. ოლირის თქმით, ავიაკომპანია ყოველდღიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპაში საწვავის მიმწოდებლებთან, რათა შეაფასოს არსებული სიტუაცია. მომწოდებელთა ინფორმაციით სიტუაცია მაისის ბოლომდე სტაბილური დარჩება. ტელეგრაფის ცნობით, ოლირის საწვავის მარაგების სტაბილურობის გარანტია მიღებულია მაისის შუა ან ბოლო პერიოდამდე, თუმცა თუ კონფლიქტი ზაფხულის პერიოდში გაგრძელდება, მარაგების შესაძლოა შემცირდეს. მანამდე ოლირმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია მზად არის ფასების ზრდის გამოწვევას გაუმკლავდეს, თუმცა ივნისში, ივლისსა და აგვისტოში საწვავის მარაგების შემცირების რისკის შემთხვევაში Ryanair-სა და სხვა ავიაკომპანიებს მოუწევთ ფრენების რაოდენობის გადახედვა. Reuters-ის ინფორმაციით, Ryanair-ი ყოველკვირეულად გადაწყვეტს, სად შეამცირებს რეისებს, განსაკუთრებით იმ აეროპორტებში, სადაც საწვავის მიწოდების პრობლემებია. ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების ფონზე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა ან ტრანზიტით სარგებლობა უკრძალა. ამის შესახებ ოთხშაბათს სამამ მსხვილმა ავიაკომპანიამ განაცხადა. Emirates-მა, Etihad-მა და Fly Dubai-მ თავიანთ ვებსაიტებზე გამოაქვეყნებს, რომ ირანული პასპორტის მფლობელებს საამიროებში ან მისი გავლით მგზავრობა აღარ შეეძლებათ. შეზღუდვა რეგიონული კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის ფონზე დაწესდა, რა დროსაც ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე განმეორებითი დარტყმების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. 7 საამიროსგან შემდგარ ფედერაციაში შესვლის რეგულაციები ხშირად საჯაროდ არ ვრცელდება, თუმცა ავიაკომპანიებმა აღნიშნული დირექტივა თავიანთ პორტალებზე დაადასტურეს. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოქროს ვიზის მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლა კვლავ ნებადართული იქნება. ბრიტიშ პეტროლეუმმა მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღო ახალი ენერგეტიკული მარშრუტის განვითარებაში, რომელიც გაზის ექსპორტს ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით სამხრეთის გაზის დერეფნით ითვალისწინებს. BP-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მთავარმა გეოლოგმა ბაგირ იბრაჰიმოვმა რეპორტთან საუბარში განაცხადა, რომ მარტის ბოლოს BP-ის რეგიონულმა მენეჯმენტმა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნაში ყაზახეთის ცენტრალური როლი დაადასტურა. მისი პროგნოზით 2030 წლისთვის ეს დერეფანი ევროპისთვის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცევა, სადაც წარმოების მნიშვნელოვანი წილის უზრუნველყოფის პოტენციალი სწორედ ყაზახეთს აქვს. ტრამპის ადმინისტრაცია იმპორტირებულ, ბრენდირებულ და დაპატენტებულ მედიკამენტებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს, რამაც გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიებს ამერიკაში წარმოების გაზრდისა და მარაგების შექმნისკენ უბიძგა. როგორც Reuters-ი წერს, ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და AstraZeneca-მ ფასების შესახებ შეთანხმებებითა და ახალი პლატფორმის მიმართ აღებული ვალდებულებებით მრავალწლიანი სატარიფო გამონაკლისები უკვე მოიპოვეს. მედიის ცნობით, Eli Lilly-მ, Johnson & Johnson-მა და Merck-მა ჯარიმების თავიდან ასაცილებლად ამერიკაში ოპერაციების გაფართოებისთვის მილიარდობით დოლარის ინვესტირების პირობა დადეს. ანგარიშის თანახმად კომპანიები, რომლებსაც არ აქვს შეთანხმებები და არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ადმინისტრაციასთან 100%-იანი ტარიფით დაიბეგრებიან. ამერიკის შეერთებული შტატების წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ ფარმაცევტული გიგანტის Eli Lilly-ის მიერ შემუშავებული წონაში კლების ახალი აბები დაამტკიცა. პრეპარატი სახელწოდებით Foundayo GLP-1 რეცეპტორების აგონისტების კლასს მიეკუთვნება. ბაზარზე აქამდე არსებული პოპულარული საშუალებებისგან განსხვავებით Foundayo-ს მიღება პაციენტებისთვის ინექციის გარეშე ორალურად არის შესაძლებელი. კლინიკური კვლევების თანახმად პაციენტებმა, რომლებიც პრეპარატის მაქსიმალურ დოზას იღებდნენ, საშუალო სხეულის მასის 12.4% დაკარგეს. ექსპერტების აზრით, აბების ფორმის მქონე მედიკამენტი
ინსტრუმენტი ბაზარზე წონაში კლების საშუალებების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეპარატი ბაზარზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება. FDA-ის მხრიდან დასტურის მიღების ფონზე კომპანიის აქციების შეფასება 4%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ $902 მილიარდ მიაღწია. კომპანია Coca-Cola-ს განცხადებით ის და მისი ორი ავტორიზებული ჩამომსხმელი კომპანია Coca-Cola Beverage South Africa და Coca-Cola Peninsula Beverage გაფართოებული საწარმოო სიმძლავრის მხარდასაჭერად 2030 წლამდე სამხრეთ აფრიკაში 17.6 მილიარდი რანდის ინვესტირებას გეგმავენ. წერს Reuters-ი. ინვესტიცია მხარს დაუჭერს საწარმოო სიმძლავრის გაფართოებას, გააძლიერებს დისტრიბუციას და დააჩქარებს ინოვაციებს Coca-Cola სისტემის ღირებულებათა ჯაჭვის მასშტაბით, ნათქვამია Coca-Cola აფრიკას განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით Amazon-ის სატელიტური კომპანიის Global Star-ის შეძენას განიხილავს. როგორც Financial Times-ი გარიგებასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მიმდინარეობს ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომელსაც ართულებს ის ფაქტი, რომ Global Star-ის 20%-იან წილს Apple ფლობს. Apple-მა ეს წილი 2024 წლის ნოემბერში დაახლოებით $400 მილიონი ღირებულების კაპიტალური გარიგებით შეიძინა. ის ასევე დათანხმდა, რომ iPhone-ის სატელიტური სერვისების გასაფართოებლად Global Star-ს $1.1 მილიარდ გადაუხდის ნაღდი ფულით. ამ შეთანხმების ფარგლებში Global Star-მა Apple-ს თავისი ქსელის სიმძლავრის 85% გამოუყო.